მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო სვენელებო და მეგობრებო. ახლა მე მინდა თქვენ შემოგთავაზოთ არხას სალიონიკას ვიდეო, სადაც იური ლირი გამოდის ახალი ამბებით. კი, სამყარო ჩვენი მსოფლიო უბრალოდ დგას საცხის წინაშე, მაგრამ გამარჯვება იქნება ნათელი ძალების დახმარებით. აქ იური ლირი ყვება თუ რამხელა საცხეს წარმოადგენს ატომური იარაღის საფეთქება. მაშ მოდით მოვუსმინოთ. იური ლირი ახლა პასუხობს სვენელების შეკითხვებზე. ხო, იური ლირი სვენელებს შეპირდა, რომ უპასუხებდა კითხვას, რომელიც დაკავშირებულია დედამიწელებით ატომური იარაღის გამოყენებასთან, ძირითადად ის, რომ თითქოს ამერიკელებმა ჩამოაგდეს ბომბი, ატომური ბომბი იაპონიაზე. და შეკითხვა მდებარეობს შემდეგში. რატომ დაუშვეს, რატომ ისცნო უფლება ამერიკელებს ჩამოეგდოთო ორი ატომური ბომბი იაპონიაზე? აქ არის კიდევ სხვა აზრი. არსებობს სხვა აზრი, თუ სინამდვილეში იყო ერთი ატომური ბომბი. ერთი, რომელიც ჩამოაგდესო იაპონიაზე. და მეორე ბომბი კი იყო ატომურ ბომბზე ძლიერი ბომბი, რომლის შიგთავსი შეიცავდა, რომლის შიგთავსი შედგებოდაო სპეციალურად არჩეული ნაპალისაგან. ანუ შიგთავსი ეს ასაფეთქებელი ნივთიერება რაცა რაღაც განსხვავებული იყო ეს ნივთიერება. ატომურ ბომბს არ გავდა. ახლა ამაზე საუბარს ამ თემას მე არ შევეხებიო. ამ მეორე ბომბთან. ბომბზე მეორე ჭურზე საუბარს. და არის იმისი ვარაუდი, რომ თითქოს ამერიკელებმა ის ატომური ჭურვი ააწყვესო ნაწილებისაგან, მაქნების ის запчасти, რუსულად ასე თქვა იური ლირმა, ის запчасти, собрали ის запчасти. ხო, და запчасти ხო იცით რა? ხომ გესმით, ნაწილები, რაღაც მაქნების ნაწილებისაგან, ან რაღაც კიდე ნივთიერების ნაწილებისაგან ხუმრობს, რომელიც მაგათმა ააწყვეს გერმანელების ნახაზების მიხედვით. და გამოდისო, რომ ამერიკელებმა იაპონიაზე ჩამოაგდესო გერმანელების ჭურვი. ნაცისტური ჭურვი. იმ დროს, იმ პერიოდში, როდესაც ეს მოხდა, დედამიწა არ იყო სხვა უცხო პლანეტელების თვალყურის ქვეშ. ფაქტიურად თვალყური არ არსებობდა. დღევანდელ დღესთან შედარებით დღეს ძლიერი თვალყური არსებობს. ანუ დედამიწას აკვირდებიან ყველა მხრიდან. და ის რომ ამერიკელებმა გამოუშვენ ჭურვი ამერიკული ტერიტორიიდან, რომელი პოლიგონიდან ეს ყველაფერი არსებობს, ამის ვიდეო არსებობს და დენა ინტერნეტშიო. დედამიწელებს გვიცნობდნენ, როგორც ძალიან გამწრიახე ადამიანებს, ძალიან ნიჭიერ ადამიანებს, მაგრამ დედამიწელებში არ ამჩნევდნენ კეთილსინდისიერებას და სინდის. და ცდები ატომური იარაღთან დაკავშირებით ტარდებოდა საბჭოთა კავშირშიც. იგივე სემიპალატინსკი ავიღოთ. და მე წავიკითხე ერთ-ერთი ისტორია, მოусმინე უბრალოდ.
მთელი სოფლები, სადაც მთელი სოფლები იყო განადგურებული როგორ? ესე იგი, საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ აირჩია ის ადგილები, სადაც იყო ჭირო დასახლება და იქ ჩამოაგდეს ჭურვი. ხო, იარაღის გამოცდა უნდათ. და მოწმები ყვებოდნენ, რომლებიც მაშინ იყვნენ ბავშვები, თუ რა მოხდა ამ იარაღის აფეთქების შემდეგ? ხალხი ცხოვრობდა ჩვეულებრივი ცხოვრებით, იღვიძებდა ადრე, ულიდა საქონელს, მიდიოდნენ სამუშაოზე, და გავიცეთ, საბჭოთა კავშირია და უცებ გახდნენ, უცებ ნახენ აფეთქება, მაგრამ ისინი ვერ მიხვდნენ თუ რა ხდებოდა. შემდეგ ტალღამ გადაუარა სოფლებს, ყველა შეცვიდა სახლებში, თავიანთ სახლებში და პატარა გოგონა იხსენებს, რომ მე ვერ მიხვდიო, ხალხმა ვერ მიხვდაო თუ რა მოხდაო. დედამ სასლაფოდ სახლში შემიყვანაო. და შემდეგ ხალხი დასნებობდაო. ანუ ხალხს გაუჩნდა ყველა ის სიმპტომები, რაც ხდება ხოლმე, როდესაც ადამიანი აღმოჩნდება ატომური ჭურვის აფეთქების ეპიცენტრში. ხალხი ძალით დაასნებოვეს, გახადეს ინვალიდები, გამოცდების გამო. თან ერთი ჭურვით არ დაღმამოფიუდნენ. რამდენჯერმე იქნა იქ ჩამოგდებული ჭურვი და ეს სოფლები იქნა გამოყენებული როგორც საექსპერიმენტული ტერიტორია. ხალხი არ დაინდეს. და ეს ჭურვი, რომელიც ააფეთქეს იაპონიაში, ჩამოაგდეს იაპონიაში, დამუხტეს 100 მეგაბაიტით. ეს ძალიან დიდი სიძლიერეა ჭურვისთვის. ხო და იურილერი ამბობს, რომ უნდა ამუშავებულიყო მექანიზმები, რომლებიც აი ამ 100 მეგაბაიტს გამოანთავისუფლებდაო. მაგრამ, როდესაც ჭურვი ააფეთქეს, მიიღეს 50 მეგაბაიტი. საბედნიეროდ. და გეტყვით ახლა რატომ? და რატომ მოხდა ასე? ეს საიდუმლოდ არის შენახული თურმე, არ ეუბნებიან არავის. და ამ საიდუმლოს კაცრად იცავენ, ინახავენ უბრალოდ, ძალიან კაცრად. იურილერი ამბობს, რომ ამუშავებულიყო მექანიზმი და აფეთქების დროს განთავისუფლებულიყო 100 მეგაბაიტი. მეგაბაიტი კი არა, მეგავატი, მაპატიეთ. მეგაბაიტი არა, მეგავატი. რომ განთავისუფლებულიყო 100 მეგაბაიტი, დაიწვებოდა ჩვენი ატმოსფეროს დიდი ნაწილი. და ამას რა მოყვებოდა, წარმოიდგინეთ, ასე რომ მოხდარიყო. ალბათ იურილერი ამბობს, რომ ერთი პერიოდი ჩვენ გვაშინებდნენ ატომური ჭურვის აფეთქებიდან გამომდინარე ხანძლების ზამთრით, მაგრამ ეს რომ 100 მეგაბაიტი გამოენთავისუფლებია და 100 მეგაბაიტი მიიღოთ აფეთქების დროს, იმაზე ვარისი მდგომარეობა იქნებოდაო, ვიდრე ატომური ზამთარი. მე მახსოვს, ვინც ქალაქებში ცხოვრობდით, საბჭოთა კავშირის დროს და იზრდებოდით, მე არ გულისხმობ სოფლებს, იმიტომ რომ სოფლებში არ ვიცი თუ ტარდებოდა ეს სამხედრო მომზადება. ჩვენ მე მაგალითად გალის სკოლა მაქვს დამთავრებული რუსული,
და იქ ჩვენ ყოველ წელს გვაკრიებდნენ მარლის ნიღბებს. ყოველ წელს უნდა ჩაგვებარებია. ამის გარდა ტარდებოდა ჩვენ სკოლაში ასე ვთქვათ თავდასხმის ინსცენირებები. ჩვენ სკოლას ჰქონდა სარდაფი, სადაც ტარდებოდა შრომის გაკვეთილები და ყველა ასევე სადაც ფიზკულტურაც ტარდებოდა. დაბალი სართულები რაც იყო, ეს გამოიყენებოდა იმისთვის, რომ მოწაფეები შიგ დამალულიყავით, ჩართავდნენ სირენას და ჩვენი კლასის ხელმძღვანელის მითითებით ჩვენ აუჩქარებლად ჩავდიოდით ამ სარდაფში. და ასეთი თავდაცვის სწავლებები ბჭყალებში არაერთხელ გაგვივლია. არაერთხელ. ის კი არა противогаз ვერ გავიხსენე რა ქვია მაგას ქართულად. ეს კიდე ქონდა სკოლა, მაგრამ დიდი რაოდენობით არა და გვასწავლიდნენ ჩვენ თუ როგორ უნდა გაგვეკეთებინა ეს противогазები. ხო, ჩემი ასაკისა, ვინც ბრძანდებით, ალბათ თქვენ სკოლაშიც ტარდებოდა ასეთი რაღაცა. ხო, მე გულისხმობ იმათ, ვინც ქალაქში დაამთავრეს სკოლა. ალბათ თქვენთანაც იყო, რადგან ჩვენთან იყო ყველა სკოლებში ხომ ერთი პროგრამით სწავლობდით თელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით. სწავლობდით ერთი პროგრამით. ყველა რესპუბლიკებში. და დღესდღეობით ამბობს იური ლირი, არავინ მისცემსო დედამიწელებს უფლება გამოიყენონ ატომური იარაღი, ან ტერმოატომური იარაღი. და ინტერნეტში ზოგჯერ გადავაწყდები ვიდეოებს, შორტებს, სადაც ამბობენ, რომ მესამე მსოფლიო ომი გარდაუვალიაო, თან ამას ამბობენ ვითომ კონდაქტორები. არ დაუჯეროთ ამას. ამაზე ნუ დაიციკლებით, ნუ დაკონცენტრირებით, ნუ დააფიქსირებთ თქვენ ყურადღებას. პირიქით, ასე რაღაცა რომ გესმით, გადაშალეთ. იმიტომ რომ ატომურ ომს არ დაუშვებენ უცხოპლანეტელები. საერთოდ ვინ ჩვენ გვთვალეს, იმიტომ რომ აფეთქების დროს ზიანდება წვრილი დონეებით, წვრილი პლანებით და ზიანდებიან ის მობინადრეები, რომლებიც ბინადრობენ ამ წვრილ ასე ვთქვათ რომელიღაც დონეზე. და მარტო დედამიწა კი არ ზარალდება ფიზიკურ დონეზე აფეთქების დროს, არამედ ზარალდება მთელი სამყარო. წვრილი სამყარო, კოსმოსური სამყარო, თუნდაც დაარქვით ასტრალური სამყარო დაარქვით ეს წვრილი დონის სამყაროები, იგი ზარალდება. რადგან, როდესაც ატომური ჭურვი ფეთქდება, ამ დროს ხდება ახლო მდებარე წვრილ დონეზე სივრცეების გახრედა. უხეშად რომ ვთქვათ, წვრილი სამყაროს კედელი იხრეტება. და ყველაზე დიდი ხმაური გამოიწვიაო წყალბადის ჭურვის აფეთქება. არის კიდევ ასეთი მომენტიო, როდესაც წყალბადის ჭურვი ფეთქდებაო, გვერდით ჩანსო რომელიღაც ხომალდეების სილუეტები. ეს ამ ცდებზე თუ ვისაუბრებთ, ეს არ იყო ამერიკელების ცდები, არა. ანუ არ იყო ამერიკული იარაღის ცდები. ანუ მუქარა მოიყვანესო, ამოქმედესო ანტარქტიდებმა ნაცისტებმა. კიდევ მე შეგახსენებთ, რომ ბევრჯერ მithქვამს, რომ რაღაც ნაწილი ნაცისტებისა მეორე მსოფლიო ომის დროს გაიქცა ანტარქტიდაში.
იმ მომენტში იქ იყვნენ დრაკონიელები. რეპტები არა. რეპტილოიდები, რეპტილოიდებსაც უწოდებენ, დრაკონიელებს უწოდებენ, რადგან მათ ვინც იქ იყო დრაკონიელების რასა, მათ ჰქონდათ ადამიანის სახე. ამიტომ ისინი სხვა რასა არიან კიდე რეპტილოიდები, რეპტები, ძელცხვირა ძაღლები რომ არსებობენ, იმდაგვარი და ბასილეკვილები და სამი თითი, მაგრამ ეგენი დრაკონიელები გავლარიან ადამიანებს, მაგრამ გოლის კანი აქვენ. და მაქვს ნათქვამი, რომ ეს დრაკონიელები ეხმარებოდნენ, ამ დრაკონიელებს იქ ჰქონდათ ყინულოვანი გამოქვაბულები და მათ ზომაზე მორგებული და როდესაც ნაცისტებს გადასცენ არენდად ის გამოქვაბულები ყინულოვანი მათთვის ნაცისტებისთვის ეს იყო უზარმაზარი სივრცე და მუქარა მე ვიცი რომ პენიბრელის ამბობიდან მაგათმა გადაუფრინეს ვაშინგტონს თავისი თვითმფრინავებით და არ მახსოვს ოღონდ ჭურვი ჩამოაგდეს სადმე თუ არა არ მახსოვს მაგრამ ამ შემთხვევაში იური ლირი ამბობს რომ ნაცისტებმა ანტარქტიდებმა ნაცისტებმა მოიყვანესო თავისი მუქარა მოქმედებაში ხო და იმით რომ ემუქრებოდნენ ამერიკელებს იგივე პენიბრელის ამბობიდან ვიცი მაგათმა ჩანერგეს თავიანთი ხალხი ამერიკის ყველა მაღალ ეშელონში ყველა ეს იქნება გაერო გერმანელების შექმნილია ამ ნაცისტების გაერო გინდა ფარმაკოლოგია გინდა ეს სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია რომა ეგის მათი შექმნილია თურმე რა დონის ეშელონამდეც არ გინდა მიხვიდე ყველგან არის ყველგან ყავთ მაგათ თავთავისი აგენტები მართავენ ისინი შემდეგ ამათმა გააგრძელეს გზა კოსმოსში და იქა შექმნეს საიდუმლო კოსმოსური პროგრამები ეს კიდევ ხო გაერო ნატო ევროკავშირით ამათ ქვეშ არის ამათ აქვენ გავლენა ამ ორგანიზაციებზე კიდევ ბევრი რამ ფაქტიურად სპრუტივით ყველგან შოკოსავით უпростоრად ყველგან გაფარდეს თავისი სპორები ასე ვთქვათ ხო და იური ლირი ამბობს რომ ეს ატომური ჭურვის აფეთქება იაპონიაზე დაკავშირებულია ამერიკელებთან კი არა ამ ნაცისტებთან არის ესეთი ვარაუდები რომ ალბათ კიცებულებას გააჩნიათ რომ გერმანელებმა ამ ნაცისტებმა აფეთქეს ეს ჭურვი იაპონიაში აფეთქეს მაგრამ როგორც ამერიკელებმა როგორც მათ ეს ჩვევიათ თავის თავზე მიიწერეს ეს აფეთქება იმიტომ რომ მხოლოდ ერთი ჭურვი შექმნეს ხო ის იყო ერთადერთი ჭურვი მეც გამიკვირდა და ამ მოქმედება ასეთი მოქმედება იყო ეს ფაქტია ფაქტი რომ მოხდა ჭურვის აფეთქება და თან მეორე კიდე იარაღი უფრო ძლიერი იარაღი საუფეთქებიათ თავში რომ გითხარით და საქმე იმაშია რომ ამ სიტუაციამ აფორიაქა ყველა ცივილიზაციები თუ კი რაც არსებობს ყველა პოზიტიურად განწყობილი ცივილიზაციების და ნეგატიურად განწყობილი ცივილიზაციებიც აფორიაქა მათ შორის აფორიაქა დრაკონიელებიც ამბობს იური ლირი და ერთი პერიოდი მაგათ ამ დრაკონიელებს ჰქონდათ გავლენა დედამიწაზე ეს დრაკონიელები იყვნენ ერთ-ერთი ოკუპანტებისაგან რომლებაც დაიპყრეს დედამიწა თავის დროზე და ამდაგვარი იარაღის გამოყენება საფრთხეს უქმნიდა იმ არსებებს რომლებიც
მართავდნენ დედამიწას. იგივე შეგახსენეთ, რომ ბევრი ამასეთი არის, როქსულდები არიან, როქვერები არიან, კიდევ ილუმინატების რაღაც საგვარეულო ხაზი და საკურელია მათ ოჯახებსაც საფრთხეს უქმნიდნენ, რადგან ბევრი ზოგი მათგანი დაკავშირებულია გენეტიკურად დრაკონელებთან. ხო, და ვინც მოვიდაო ჩვენ მზის სისტემაში იმისთვის, რომ დედამიწას დაეხმაროსო, დედამიწა ჩაუსვიათ უხილავ, ასე ვთქვათ, სფერულ ფარაში. ეს დედამიწის გარშემო შექმნეს უხილავი დამცავი ფარა. ან ფარი, როგორ ზუსტად. და ამიტომ, როდესაც ააფეთქეს ეს ჭურვი, ერთი კი არა, ორი ჭურვი, ერთი იყო ატომური, მეორე უფრო ძლიერი. აქედან გამომდინარე, ამ აფეთქებიდან გამომდინარე, შედეგი იყო უფრო ნაკლებად დამაზიანებელი, ვიდრე უნდა ყოფილიყო. ანუ უცხოპლანეტელებს, რომ ჩვენი დედამიწა არ ჩაესვა ამ დამცავ უხილავ ფარაში, შედეგი იქნებოდა უფრო მძიმე. და ეს ის ტექნოლოგიებია, რომელსაც იყენებენ მეგობრულად განწყობილი ჩვენს მიმართ ცივილიზაციები დღემდე. ხო და ჩემოკარგებო, ამ იური ლირის ნათქვამიდან გამომდინარე მინდა დაგამშვიდოთ და მინდა იცოდეთ, რომ არ მოვსვინოთ იმ ვიდეოებს, სადაც წერია, რომ მესამე მსოფლიო ომი გადაუვალია. ასეთ ვიდეოებს დებენ ისეთი ადამიანები, უბრალოდ ვითომ კონტაქტორები, რომლებიც არიან ბნელი ძალების აგენტები, არიან ამ ჩრდილოვანი სახელმწიფოს აგენტები, არიან იმათი აგენტები, რომლებსაც უნდათ დედამიწელები აფორიაქონ, პანიკად ჩათესონ, შიში გაავრცელონ. ამიტომ დაიჯერებთ იმას, რომ მესამე მსოფლიო ომი გადაუვალია. მესამე მსოფლიო ომი არ იქნება. მესამე მსოფლიო ომი უკვე მიდის, მაგრამ არა ომებით, არა. მესამე მსოფლიო ომი მიდის ცნობიერების, ადამიანის სულის გამო, ადამიანის ცნობიერების გამო. ერთადერთი ჩვენ რაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება, აი ეს საფრთხე, რომელიც ყოველ დღე ვხედავთ ჩვენ ამ საფრთხეს, იგივე ბანკების მხრიდან, ამ ბარათების მხრიდან. ხო ხედავთ, როგორ და ახალი კანონმდებლობა შემოვა ძალაში 27 წლიდან. ანუ შექმნიათ სპეციალური ტერმინალები, სადაც გინდა არ გინდა იძულებით იმ ტერმინალებით უნდა გადაიხადო ხალხი, უნდათ გადაიყვანო ბარათებით მომსახურებაზე, რომ სოციალური ბარათი იქნება ეს, სხვადასხვა ბანკების ბარათი იქნება თუ რა იქნება, აიძულონ ხალხი გადაიხადონ ბარათებით, ხომ გეუბნებით? თუ ეს მაგალითად ჩიყვის ეხო 50 ლარი, მე ბარათით, სოციალური ბარათით შემიძლია გადავიხადო 40 ლარი, 10 ლარის ეკონომია გავაკეთო. აი 10 ლარი ფულია იმ მაგალითად ჩემნაირი მეორე ჯგუფის ინვალიდებისთვის, პენსიონერებისთვის 10 ლარი ფულია, ხო? 10 ლარი მაგალითად 10 ლარის პროდუქტი მე ერთი კვირა ვიკვარ. მაგრამ მე ვებძვი ამ სისტემას, მე არ მინდა. მე ახლა იარაღი და გარეთ ქუჩაში გამოსვლით არა, მაგრამ თქვენ რა გინდათ? თქვენ გინდათ, რომ იყოთ ამოკიდებული ამ ფინანსური სისტემისაგან, რომ გაიძულონ ბარათებით გადაიხადოთ, იმით გადაიხადოთ, ამით გადაიხადოთ. თქვენ გინდათ, რომ მთავრობამ კონტროლში აგიყვანოთ, აიყვანოს კონტროლში თქვენი ცხოვრება, ხო? თქვენი ხარჯები. ასეც მოხდება თუ ხალხმა რამე არ მოიმოქმედა. მაგრამ მე იმის იმედი მაქვს, რომ რადგან ჩრდილოეთ სახელმწიფოს არ დარჩა ძალიან დიდი დრო და
პატარა ქაოსები ხდება ყველგან. ამან არ უნდა შეგაშინოთ, იმიტომ რომ ძველი უნდა დაინგრეს, რომ ახალი აშენდეს. მაგალითად, ძველ მატრიცა როგორც მიდის, იმ სივრცეს იკავებს ახალი მატრიცა. თანდათანობით ენაცვლება ძველ მატრიცას ახალი მატრიცა. ნაწილობრივ გუმბათი მოხსნილია, მაგრამ არის გუმბათები დარჩენილი ლინზა, ფერელის ლინზა, როგორც მე თქვენ ვიდეოში გითხარით, რომელიც იცავს დედამიწას. არის ენერგეტიკული გუმბათიც. აქვს დედამიწას ენერგეტიკული დედამიწა კი რა ჩვენი აჩეკას ენერგეტიკული გუმბათი. და კი, ბევრი ამბობს, ბევრი იტყვის, ამბობს, მეც მომისმენია, რომ ეს კომფორტულია ბარათით გადახდა. ხალხო, იქამდე მიდის საქმე, რომ ინტერნეტ გაყიდვებამდე გადაგვიყვანენ ჩვენ. ინტერნეტ გაყიდვამდე, ანუ მაღაზიებს ყველას დახურავენ, დატოვებენ ინტერნეტ მაღაზიას მარტო და ამ დროს კი ადვილი გასაკონტროლებელია ადამიანი. ადვილად შეიძლება ადამიანზე ზემოქმედება იქონიო. მერე თუ ეს გავუვათ, ჩიპიზაციასაც დაიწყებენ. ხალხო, მე არ ვარ წინააღმდეგი ფინანსური სისტემის. რაღაც მომენტებში ბარათი მისაღებია, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში მე რატომ უნდა გამაკონტროლოს ვიღაცამ, რას დავხარჯავ, სად დავხარჯავ? ან მაგალითად მე რამდენი უნდა დავხარჯო, დავუშვა ჩემი პენსიიდან, ხო? ეს ყველაფერი ხდება უკვე ჩინეთში. ხდება ბევრ ქვეყნებში, მაგრამ ნაწილობრივ. ხო, ახლა მხოლოდ ახლა შემოაქვენ ეს ასე ვთქვათ, ექსპერიმენტები, რომ დააკვირდნენ თუ როგორი რეაქცია ექნება ხალხს. ხალხო, თქვენ გინდათ ეს? გინდათ ეს? მე მაგალითად ეს არ მინდა. კიდევ ვამბობ, მე არა ვარ მთავრობის კი არ ვერდი მთავრობას, არც ფინანსურ, არც ბანკებს ვერდი. უბრალოდ მე არ მინდა მომავალში გახვდე ზომბი. თქვენ გინდათ? მე არ მინდა. არ მინდა ვიღაცა მიკარნახოს მე, რა გავაკეთო, როგორ გავაკეთო, როგორ ვისუნთქო, საერთოდ ვისუნთქო თუ არა. ნახდათ არ მინდა. და ალბათ როგიში მეკითხებით და ამას როგორ უნდა ვერ ბრძოლოთ. ჯერჯერობით თქვენ გაერკვეთ, თქვენ თავში თქვენ რა გინდათ. ჩვენ ყველამ უნდა გავერკვეთ, მე ვიცი რა მინდა. მე ვცდილობ ჩემებურად ვებრძოლო ამ სიტუაციას, როგორც გამომივა, არ ვიცი, როგორც გამომივა. ანუ მე არ ვიყენებ სოციალურ ბარათს, კი მე გამომაცლებინეს ბარათის სასწრაფოდ. ჩემი ბარათი სოციალური, მაგრამ მე მას არ ვიყენებ იმისთვის, რომ რამე შევიძინო. არ ვიყენებ, მე გამომაქვს ფული, იმიტომ რომ მე მაქვს ბინა გადასახდელი. მე მაქვს რაღაც საქმეები, ხელზე მჭირდება ფული რა. ამიტომ იმას არ ვიყენებ და არც მინდა. რადგან იმის გარდა რომ კომუნალურები პატრონს უნდა მივცე, მე ხო არ ვიხდი კომუნალურებს, ხო? ოფიციალურად. ვიხდი ხელზე. დენის ფულს ხელზე ვიხდი. ბინისკირას ხელზე უნდა მივცე ბინისკირა, ხო? წამლების საყიდი მაქვს რაღაც ნაწილი, რაღაცისა. რაც არ შედის უფასოში. მის გარდა თვალისწვეთები გააქრეს, ტაუფონი და ალბუციდი. ახლა იმ კერძო აფთიაქში, სადაც მე ვყიდულობდი ტაუფონს და ალბუციდ, არ მოაქვს იმ კაცს აფხაზეთიდან იგრძდება 14 ტაუფონი. ტაურინი მოიტანე მეთქი და ტაურინი არ უნდა, იმიტომ რომ ხალხი არ იცნობს აქ ტაურინს. საქართველოში ტაურინი საბჭოთა დასახელებით, საბჭოთა დასახელება არა ეს. ნივთიერებაა. საბჭოთა დასახელება ტაუფონი. ხო რა, ეშინია იმ კაცმა და გაყიდვა. და ფაქტიურად დამჭა 2 ამპულა, ამპულა მეთქი, 2 ფალკონი მე. მე ის რო დამთავრდება, მე რამე შეიძლება მარტო. კარგი რაღაც გამოსავალი იქნება.
კი მე შემიძლია დავაბა რომ აფხაზეთში მყავს ნაცნობები, მაგრამ ფულს არ გამომართმებენ. წინათ მომიტანა ჩემი დედი ნაცვალის მიშვილმა და ფული არ გამომართვა და ამიტომ ვერ ვძები თქმას რომ ზედმეტად არ შევაწუხო. და ასეთი სიტუაციები ბევრია. ამიტომ ვამბობ. თქვენ თუ არ გინდათ მაგალითად ასეთ ფინანსურ მახეში გაებად, თქვენ უნდა მოიცეთ ისე როგორც თქვენ გული კარნახობთ. მე მაგალითად არ მინდა ბარათის გამოყენება. არ მინდა. მე მინდა ხელზე გამოვიტანო ფული და მე თვითონ ვაკონტროლო ჩემი ხარჯები. გაიხსენეთ თუ რა თქვაო, რაც ვამბობდიო მე 4 წლის უკან, რას ამბობდაო რენდი კრამერი. მე ამათ ყველაზე მოსმენილი მაქვს და ვიცნობ გვარი და სახელით მაგათ. იგივე ტონი როდრიგესი, იგივე გარდაცვლილი დევიდ ულკოკი, კორი გუდი და ბევრი. ხო იყო აგრეთვე გავრცელებული თითქოს რომ მოხდება ამ ბოროტი უცხოპლანელების შემოჭრა დედამიწაზე. ეს გეგმა, ეს პროგრამა არავის გაუქმებია. არის ამის საშიშროება, რომ ასე მოხდეს. და ეს ამდაგვარი მოვლენის მოლოდინში არის ბევრი ხალხიო, მათ შორისო მაიკ სალა. მაიკ სალა ალბათ იცნობთ ყველა ვინცე მისმენთ, იმიტომ რომ ხშირად ვთარგმნი მის ვიდეოებს, რადგან იქ ყავს ისეთი სტუმრები და ამ სტუმრების გამო ვთარგმნი ამ ვიდეოს. რადგან მისი სტუმრები სიმართლეს ამბობენ. მაგრამ მაიკ სალა ერთი პერიოდი მაიკ სალა და ალექს კოლერი იყვნენ ასე ვთქვათ რაღაც კორუფციაში ჩარეული. მაგრამ მაინც ისინი ალექს კოლერი თავის საქმეს აკეთებს. და იური ლირი ამბობს რომ ამ მაიკ სალასაც თავში უტრიალებსო ეს მოვლენა რომ უნდა მოხდესო ამ უცხოპლანეტელების მასიური ასე ვთქვათ შემოჭრა ჭყალებში დედამიწაზე. ჭყალებში რატო ვამბობ? თითქოს და უნდა დაენახონ ხალხს. კარგი განზრახვით. და იური ლირი ამბობს რომ ერთ-ერთ თავის ვიდეოში ახალი ვიდეოა. მანო რეკლამა გაუკეთაო თავის სტუმარსო, რომელიცო ხო და მაიკ სალამ რეკლამა გაუკეთა ასეთ განცხადებას, რომ 24 ივნისო ერთ-ერთი მატჩის დროს იქ მართლა ყოფილა საფეხბურთო შეხვედრა მაიამში მოხდებაო ამ უცხოპლანეტელების ჩამოსვლა, ანუ იქ სტადიონზე სახალხოდ. არა, ხომ ხედავთ არაფერი მოხდარა. და თითქოს და როდესაც ეს უცხოპლანეტარული ხომალდი დაიშვება ამ სტადიონზე, მოხდებაო ადამიანების გადაცემა. და ეს უნდა მოხდარიყო იმ მატჩის დღეს მაიამში 24 ივნისს. მე მეწოდებაო მაიკ სალა, ის კარგი ადამიანი არისო. და მე იმედი მაქვს რომ თვითონ მიხვდებაო მაიკ სალა თუ რა სიცრუეს გაუკეთაო რეკლამა. ხო, მას ყავდა ხშირად სტუმრად ელენა დანანი. ელენა დანანი თავიდან კი ყვებოდა საინტერესო ამბებს კოსმოსურ ცივილიზაციებზე რაღაცას, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა რომ ელენა დანანი შეცვალეს. დიახ, ელენა დანანი შეცვალეს. სამწუხაროდ რუხებმა შეუცვალეს სხეული, აზროვნება და როდესაც ის დაბრუნდა, სულ სხვა ადამიანი აღმოჩნდა. და ამიტომ ელენა დანანის ვიდეოებს ახლა არავინ არ თარგმნის. არც ჩანს ინტერნეტში ფიზიკურად.
და ეს ელენა დანანი ხშირად სტუმრობდა ადრე მაიკ სალას და მე მის ვიდეოები ბევრი მაქვს გადათარგმნილი. ელენა დანანის ვიდეოები. ბევრი როგორ ახლა სადღაც 3 თუ 4 იქნება, მეტი თუ არა. ნუ 5 ალბათ. არ მახსოვს ზუსტად. ეს არისო, მე არ გავამხელო საიდუმლოს თომას ვიტყვიო რომ ეს არისო პროექტი ცისფერი არა. პროექტი ლურჯი წიგნის გაგრძელება. არის ასეთი რუსულად სინია კნიგა. ხო, ახლა მინდა ცოტა ვისაუბრო იმაზე თუ რა მოხდა 4 ივნისს. დედამიწის ზოგ ნაწილში მთვარე ჩანსო ისე, როგორც უნდა ჩანდესო ეკვადორზე. ანუ თითქმის დაწოლილად. გვერდზე დაწოლილად. ფაქტებს ვერსად გაიქცევითო მასეთ ვიდეოებს ძალიან ბევრი ვიდეოებს მიგზავნიანო და რაღაც დროის გავლის შემდეგ მთვარე ისევ ძველებურად იქცევა. როგორც საჭიროა. მერე ისევ წვება გვერდზე. ჩვენ ახლაო ბევრ რამეს ვამჩნევთო სხვადასხვა სფეროში და მასშტაბ იმისა თუ რა ხდება ძალიან მნიშვნელოვანიაო. ჭორი გავრცელებულა ვიღაც მარტინოვის სიკვდილზე, არა ეს მომღერალი არ არის. ხო, ეს მარტინოვი ყოფილა ფიზიკოსი, სახალხო მკურნალი, პოეტი. ხო, არის ერთ-ერთი გადაცემა. ხო, გვარი თქვა მკაცო, მაგრამ დამავიწყდა. სადაც ესე იგი პირველ არხზე, რუსეთის პირველ არხზე, სადაც ეს კაცი აკეთებდა პროგრამებს NLO-სთან დაკავშირებით, უცხოპლანეტელებთან დაკავშირებით და ეს მარტინოვი ერთ-ერთ მის პროგრამის სტუმარი იყო. და ერთ-ერთ ამ წამყვანის გადაცემაში ამ მარტინოვმა მოყვა თუ რა მოხდა 2004 წელს. მან თქვა, რომ როგორც ფიზიკოსი მან ჩაატარა ექსპერიმენტი თავის ბოსტანში, ზამთარში. თოვლში ჩაარჭო ჯოხი და გეომეტრიული გამოანგარიშების გზით იმ დასკვნამდე მივიდა, რომ დედამიწის ღერძის დახილობა ძალიან შეიცვალა. ეს იყო იმ დღეებშიო. ეს დაიწყო იმ მომენტში, როდესაც მიწის ძვრის გამომწვევი მანქანამ დაიწყო მუშაობა, არა და არა არავისთვის საიდუმლო რომ ზოგჯერ ხელოვნურად ქმნიან ისეთ სიტუაციას, რომ მიწის ძვრა გამოიწვიონ, აქვენ ტექნოლოგიები ამინცაც ცვლიან თავის ჭკუაზე. ეს დაიწყო იმ დროს, როდესაც დედამიწაზე წამოვიდა ენერგია, ანუ მიაღწიო დედამიწამდე ენერგია იმ აფეთქებიდან გამომდინარე, რომელზეც მე საუბრობდიო 2011 წელს. მე არ ვიცი რაზე საუბრობდა, არ მახსოვს. არისო სხვადასხვა მეთოდი ენერგიის გადაცემისო და დედამიწელებიო სამწუხაროდ ამ იციანო, რომ არსებობს ეს ენერგიების სხვადასხვა მექანიზმი გადაცემისო სივრცეში და სამწუხაროდო იყენებინო ამას, რომ ჩამოაგდონო კოსმოსური ხომალდეები, უცხოპლანეტელების კოსმოსური ხომალდეები. და პირველი ასეთი წარმატებული ჭყალებში მათი ექსპერიმენტი მოხდა 1957 წელს, როდესაც მაგათმა ჩამოაგდნენ ხომალდი და ეს ხომალდი მათ შემოუგდეს ჩამოსაგდებად ნაცისტებმა სპეციალურად. სხვათა შორის ამაზე საუბრობს პენი ბრედლიც. ხო, ამათმა ესე იგი ამერიკელებს შემოუგდეს რუხების ხომალდი, სადაც იჯდა რამდენიმე რუხი სპეციალურად.
პენი ბრედლისაც აქვს ნათქვამი, რომ ეს სპეციალურად იყო გაკეთებული იმისთვის, რომ ეს ტექნოლოგია ჩავარდნოდათ დედამიწელების ხელში. ნაცისტები იმ დროისთვის ფლობდნენ ძალიან ბევრი რამეთი. რადგან გიტლერმა კიდევ ომამდე დაიწყო ამ ტექნოლოგიების მოძიება. ომამდე დაიწყო და ძალიან ბევრი ექსპედიციები გაგზავნა ამ თუ იმ რეგიონებში, სადაც ეგულებოდა ან არტეფაქტები, ან რამე ხელს ჩასაჭირი რაც ეხებოდა არამიწიერ სამყაროს, არამიწიერ ტექნოლოგიებს და ყველაფერ არამიწიერს. ახლა კი დაუბრუნდეთო 2004 წელს. დედამიწამდე მოაღწია ამ ენერგიამ, რაზეც ახლა საუბრობდა იური ლირი. ეს ენერგია იყო დასუსტებული მზით, მზეს რომ არ დაესუსტებინა ეს ენერგია, ეს ძლიერი ენერგია. დედამიწაზე მოხდებოდა აპოკალიფსისი. მზე კი ამ შემთხვევაში ითამაშა ტრანსფორმატორის როლი. და ჩვენ ეს კატასტროფა გადავიტანეთ მხოლოდ ცუნამით, რომელიც შეიქმნა ინდურ ოკეანეში, მაგრამ ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ ოფიციალური მონაცემებით დაიღუპა ამ ცუნამისგან 200,000 ადამიანი. ახლა კი დავუბრუნდეთო მარტინოვს, რომელიც ყვება ამ მის ექსპერიმენტზე და ის ამბობსო, რომ იმის შემდეგ, როდესაც მან გეომეტრიული გამოანგარიშებით გაზომაო ჭტილი იმ ჯოხისაგან და გაიგო, რომ ახლა რომ გასაგები იყოს, გეტყვით, ჯოხი რომ ჩარჭო თოვში, მას ხომ ჭტილი მისი ჭტილი ხომ თოვზე ყველა ნივთს აქვს ჭტილი, ხომ იცით? ადამიანს აქვს, ყველაფერს აქვს ჭტილი. და ამ ჯოხისგან გადიოდა ჭტილი. თოვზე ჩანდა მისი ჭტილი. და მან გაზომა ამ ჭტილის ჭტილიც გაზომა. შემდეგ ღამით რომ გამოვიდა, ხო, მან გაზომა დღისით ჭტილი, ხო? ჭტილის განლაგება. თუ იქ მე ვერ ვიყავია ამდენ რამეში, ასე ვთქვათ, რომ გაზომა ჭტილი. და ღამით რომ გამოვიდა, უბრალოდ მან რომ გაზომა ეს ჭტილი, მოხდა მზის ღერძის შეცვლა, დახრა. და როდესაც ის გამოვიდა ღამით, მან ნახა, რომ თანავარსკვლავედი, კასიოპეის თანავარსკვლავედი და დიდი დათვის თანავარსკვლავედმა ადგილები შეცვალეს. კიდევ გავიმეორებ, ეგ ვერ გამიგეთ. კასიოპეიას თანავარსკვლავედი და დათვის თანავარსკვლავედი, დიდი დათვის თანავარსკვლავედმა შეიცვალეს ადგილები ჩვენი galaktikis შეფარდებაში. ანუ ჩვენი galaktika არის მლეჩნე პუთი, ხო? ანუ ირმის ნახტომი. და ჩვენი galaktikis შეფარდებაში, ესე იგი, რომ ჩვენი galaktikიდან უყურო ამ ორ თანავარსკვლავედს ადგილები შეინაცვლეს. გონი გასაგებად თქვი, ხო? და ამ გადაცემის დროს როსტუნოვდა ამ ერთ-ერთ წამყვანის გადაცემას პირველ ახსე. მან თქვა, მე გიჟი არა ვარო. მე ჩემი თვალით ნახეო, რომ თანავარსკვლავედებმა ადგილები შეიცვალაო. ესე იგიო, 2004 წელს მთელი მზის სისტემაო იმ დროს ზამთარში, როდესაც ამ კაცმა ექსპერიმენტი ჩაატარა აი მომენტში, გადაბრუნდა. იმ ღამით, როდესაც მან ჯოხი ჩატოვა თოლში,
დღისით ჩატოვა თოლში ჯოხი და ღამით რომ გამოვიდა თავისი ექსპერიმენტის მეშვეობით ის მიხვდა რომ იმ ღამით მთელი მზის სისტემა გადაბრუნდა ჩვენი მზის სისტემა გიჟი არა ვარო ამბობს ეს კაცი ფიზიკოსია გადაბრუნდა რაღაცისთვის და ჩვენი კოსმოსური მეგობრები ამბობენ რომ ეს გაკეთაო იმისთვის რომ გადაგვერჩინაო ყველაფერი რაც აქ არისო და პირველ რიგშიო დედამიწა იმისთვის მოხდაო ეს გადაბრუნება ხო სასწაულია დაუჯერებელია ხო მაგრამ მოხდა ესე იგი დედამიწა რატომ არისო ასეთი მნიშვნელოვანი მეტა გალაქტიკურ ასლში მე ბევრჯერ მithქვამსო ამბობს იურილირი და არ გამეორდებიო მაგრამ ერთს ვიტყვი აქ საქმე დენაო ოქროს შუალედში საქმე ხო ოქროს შუალედში ზალატოე სვიჩენიე და როგორც ამბობენო მათემატიკოსები ამაში დევსო ფუნქცია სპეციფიკური ჰარმონიული ფუნქციონალური წესი ამიტომაც დედამიწის გამო ხდება ამდენი ომები ამდენი კონფლიქტი ნუ დავა და ყველაფერი რაც ხდებაო მე გულისხმობ ყველაფერს რუსეთ და უკრაინას შორის კონფლიქტს ირანში ომს მიწისძვრას კარაკასში სომალის ნაპირებთან და ასე შემდეგო ხო ეს არისო ანალიტიკოსებისთვისო მაგალითები რომ ანალიზი გააუკეთონო იმას რომ იზრდებაო რაღაც ისეთი რაზეც ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვსო და რაზეც ჩვენ არ გვეუბნებიანო რაღაც ხდებაო ისეთი რასაც ჩვენ გვიმალავინო და ბევრი ხალხი ამჩნევსო რომ რაღაც საზღვარი გადაკვეთეთო რუბეში რაღაც მოხდაო რასაც ჩვენ არ გვეუბნებიანო და ამიტომო დასავლეთის მომხრეებიო და ხოლოები დრაკონიელებიო ესენი არიან დაკავებული ძალიან ცუდი საქმეებითო რა შეო საქმე ხომ უნდა გქონდეს ამას ყველაფერს ახსნა ასე მძაფრად ასე სწრაფად უსხულში რომ ჩავეშვეთო კი რუსეთი უპასუხებსო მაგრამ არა ატომური იარაღის გამოყენებითო მიდისო მცდელობა მთელი სამყარო ჩააგდოსო ერთ გროვად ასე ვთქვათ ცხელფეჩში ეს უბრალოდ ისე მოვიყვანე მაგალითი ხო თუ მე არ ჩამივარდებიო ხელში ესე იგი შენ არავის ჩავარდებიო ხელში სიტუაცია რომ ახსნაო ეს სიტუაცია კი ისე გამოჩნდებაო რომ ქართულად რაც ახლა იურილირმა თქვა ქართულად ამას ამბობენ წლაზე კიდიაო ანუ რაღაც ემუქრება კი ამის თქმა უნდა იურილირსომ კი დედამიწას რაღაც ემუქრება მაგრამ ხო და რა იყნოსებაო აქა კი არის იმის საშიშროება რომ გალაქტიკური ომი ნუ საშიშროება თუ არა რაღაც სიმპტომები რომ შეიძლება გალაქტიკური ომი მოხდეს ჩვენ გალაქტიკაშიო თუნდაც ჩვენ გალაქტიკაშიო მაგრამ არ შეგეშინდეთ ის უბრალოდ ამბობს ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და ეს კაციც იმას ამბობს რომ კი რაღაცების საჩრება არისო მაგრამ მაინც მშვიდობა გაიმარჯვებსო ეს კაცი საერთოდ პოზიტიურად ყვება ყველაფერს ბრიტანეთში ჩამოფრინდაო ამ დრაკონიელების დედოფალი დრაკონიელებში საერთოდ მატრიარხატული წყობა იერარქია ქალების მართავენ ქალები და ზედა ეშელონში დგალარიან თეთრ დრაკონიელები ყველაზე მაღალი რანგი გააჩნია თეთრ დრაკონიელებს
და ბრიტანეთში ჩამოფრინდაო ერთ-ერთი დედოფალი ამ დრაკონიელებისა და აკურთხაო ელიზავეტა, გადაცვლილი ელიზავეტა თანამდებობაზეო. ესე იგი, მაშინ უფრო ახალგაზრდა იყო ელიზავეტა და უნდა გამხდარიყო დედოფალი. ტყუილად ასეთი რაღაცები არ ხდება. და როდესაც დრაკონიელების დედოფალმა დატოვა დედამიწა, მან მის მაგივრად დატოვა მისი ნათესავი, ახლო ნათესავი, დატოვა ის ვინც ახლა ჩაკეტილია ჩვენ პლანეტაზე. და ყველა ცდილობები, რომ ჩაიგდოს ხელში ტექნოლოგიები, არტეფაქტები, რაც კი არის დედამიწაზე და ჩაიგდოს ხელში კიდევ ამ წუთს მოქმედი კარიბჭეები, სხვა სამყაროებისკენ მიმავალი კარიბჭეები, რომლიდან მოხდები სხვა სამყაროებში და რომლის მეშვეობით ამ პიროვნებას, რომელიც დატოვა დედოფალმა, შეუძლია ამ სამყაროების განზომილებების გავლით დედამისთან დაბრუნდეს. მისთვის ყველაფერი ჩაკეტილია და კი იცით, ყველაფერი იკეთდებაო, აკეთებინო ყველაფერს სხვისი ხელებით. ანუ იყენებინო ადამიანებს. აგერა სიტუაცია კარაკასში, მიწის რა მოხდა 10 კილომეტრის სიღრმეში. მოხდა ჯაჭვური მოვლენები, რომლებიც ამბობენ, ან რომლიდან გამომდინარე ჩანს, რომ რუბიკონი გადაკვეთილია და დიპლომატიური მოქმედებებიდან ნათელი ძალები გადავიდნენ შეტევაზე. ანუ მაგათმა მისცენ დედამიწელებს დრო მაგრამ დედამიწელებმა ეს რო არ გამოიყენეს და რადგან ამ ხელოვნურად შექმნილი მიწისძვრით მათ დედამიწელებმა ამ ნათელი ძალებით მოთმინების ფილა გააქვს ეს და უკვე თუ ადრე დიპლომატიური ურთიერთობებით ცდილობდნენ რაღაც პრობლემა მოეგვარებიათ დედამიწელებთან. ახლა ისინი გადავიდნენ შეტევაზე. ხოლმე ბევრჯერ მithქვამსო, რომ ვისაც არ აწერიაო მიწისძვრის დროს სიკვდილი, ისო არ მოხდებაო და მეც მინდა თქვენ გითხრათ. რაც უნდა მოხდეს, თუ ადამიანს სიკვდილი არ აწერია, ის არ მოხდება, მაგრამ ბევრი შემთხვევები ისეთი ყოფილა, როდესაც რაღაც კატასტროფის დროს, რაღაც დაუშვათ ავარიების დროს ადამიანი წასულა ვადაზე ადრე. სანამ მოვიდოდა ხომ ხდება მოლაპარაკება, ხდება განხილვა იმ საკითხისა, თუ შენი სული რა ხნით განსახიერდება, რა პერიოდით განსახიერდება დედამიწაზე. და ზოგჯერ, როდესაც ადამიანი მუქთად ხარჯავს ამ დროს და ენერგიებს, იმიტომ რომ ჩვენ ენერგიები არის ფულივით. ჩვენ ამ ენერგიებს გვაძლევენ იქედან, ზევიდან, იმისთვის, რომ ჩვენი მისია შევასრულოთ და როდესაც ადამიანი არ ასრულებს, ან ვერ ასრულებს ამ მისიას, ის მიყავს დროზე ადრე. მაგრამ კიდე განმეორდება, რადგან ის მithქვავს, რომ თუ მაგალითად ადამიანი უვლის მძიმე ვამტყობს და ის ხელშეკრულების მიხედვით დროზე უფრო ადრე უნდა წასულიყო დაუშვათ, ხო? აქედან მოკვდარიყო უფრო ადრე. მას უმატებენ წლებს იმისთვის, რომ იმ ადამიანს მოუაროს, თუ იმ ადამიანს სხვა მომვლელი არ ყავს. გესმით? ეს როგორც ბანკში ხდება გადავადება კრედიტების ხო? აი ამ დაგვარად გადავადებას უკეთებენ ადამიანის
დედამიწაზე ყოფნის დროს. დედიკო იმ არსებისა, რომელიც არის ჩაკეტილი ბრიტანულ კუნძულებზე, ეს არსება მათი კოდექსის მიხედვით უნდა ჩაერიოს და თუ ის ჩაერევა, მაგრამ მან უნდა გაითვალისწინოს, რომ ჩვენი პლანეტის გარშემო არის მთელი ყველა ცივილიზაციების წარმომადგენლები, ხომალდები და ამდენი წარმომადგენლები არასდროს ყოფილა მთელი მზის სისტემის ისტორიის განმავლობაში. ხო, დედოფალმა საერთოდ წესად უნდა ჩაერიოს, მაგრამ თუ ის ჩაერევაო, ნათელი ძალები მისცემენ მას ძლიერ წინააღმდეგობას. იმავე კოდექსების მიხედვით, დრაკონიელების კოდექსების მიხედვით, დედოფლის მთელი ახლობლები ნათესაობა გაერთიანებული ძალებით უნდა, რომელიც დაკონცენტრებულია ჩვენი გალაქტიკის იმ ადგილას, სადაც ესენი იმყოფებიან, და ჩაერიონ ომში, ანუ გამოაცხადონ ომი. ამ დედოფალმა თავის ნათესავებთან ერთად. რას ნიშნავს ეს? მთელი მათი ცივილიზაციისთვის ესეც გასაგებიაო, ის უბრალოდ შეწყვეტო არსებობას. მაგრამ მათი ადგილსამყოფელი, სადაც ახლა ისინი არიან, ძალიან ახლოს მდებარეობსო ჩვენი პლანეტიდან. მეტი მე ვერაფერს ვერ გეტყვით ამასთან დაკავშირებით, რადგან შემდეგ მეც მოხდებაო. თუ დრაკონიელების დედოფალი არაფერს მოიმოქმედებსო, მას ტახტიდან ჩამოაგდებენო, სამეფო ტახტიდან. ასეო მათთან მიღებული. რადგან ტახტის სურველები რიგში დგანა. ხო, მე მინდა თქვენ გითხრათ, ესეც მე ვიცი პენი ბრედლის ნაამბობიდან, იქ ძალიან ბევრი დედოფალია. ხო, თავში დგას დედა დედოფალი. ბებია დედოფალი ჯერ, მერე დედა დედოფალი, მერე ქალიშვილები. დებიც ერთმანეთისთვის წრები არიან, იმიტომ რომ ტახტის გულისა იბრძვის ყველა. ხო. და კიდევ ის მინდა გითხრათ, რომ თუ დაუშვათ ჩამოგდება მოინდომა დედოფალის ვინმე ქალიშვილებიდან, ქალიშვილს არ ინდობს დედა, ქალიშვილს კლავს. და თუ ვინმე დაუშვათ შეანაცვლა წინა დედოფალი, ახალ დედოფალს მაინც მოთხოვენ რაღაცის გაკეთებას. მან რაღაც მაინც უნდა გააკეთოს, უნდა მოიმოქმედოს. და ამ დრაკონიელების ცხოვრებაზე არის კარგად ნაჩვენები ფილმში ვიზიტორები, სერიალია თურმე ვიზიტორები. ახლა ინტერნეტი სულ მაქვს და ერთი უნდა ვნახო ეს სერიალი. აგრეთვე მე მაქვს დიდი სურვილი ვუყურო სერიალს ადამიანი მაღალ კოშკში. იგი საინტერესოა. და იუპიტერის ბაზაზე ისეთი სიტუაცია, რომ გავსებულია. იქ ცხოვრება დუღს და სიტუაცია ძალიან დაძაბულია. და იქ იუპიტერზე სიტუაცია ისეთი სიტუაცია, რომ საომო მდგომარეობას გავს, საომო მდგომარეობას. და ვისაც ელოდებიან, ისინი არიან ჩვენი ცენტრალური მზის წარმომადგენლები. ისინი წუთი წუთზე უნდა მოფრინდნენ დედამიწაზე, რომლების უკან დგალარიან ძალიან დგას უпроსტად ძალიან გავლენიანი ძალა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ჩვენთვის, დედამიწელებისთვის? დედამიწის გარშემო გროვდება იმაზე მეტი ენერგია, რისი წარმოქმნაც კი ჩვენთვის წარმოუდგენელია. და ახლა კიო, ყველაზე მთავარი მეგობრებო, ჩვენზე არისო დამოკიდებული თუ ამ ენერგიას ჩვენ სად მიმართავთო? ანუ მიმართავთო ან თვით აღორძინებისკენ, ან თვით განადგურებისკენ. იური ლიოს იმის თქმა უნდა, რომ მან მაგალითი მოიყვანა ბიბლიიდან, მე ხამას ვერ გადავთარგმნი,
გადათარგმნი კი, მაგრამ უბრალოდ სიტყვით ვიტყვი. რომ გასაგები იყოს. იური ლირს იმის თქმა უნდა, რომ ნეიტრალური მხარის დაჭერა უადგილო იქნება. დღეს ნეიტრალური მხარე არ არსებობს. არსებობს ან ერთი მხარე, ან მეორე მხარე. და თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, ვის მხარეს იქნებით. სიკეთის თუ ბოროტის მხარეს. ალბათ ბევრი იტყვის ჩვენ რა უნდა ვქნათო. ჩვენ ბევრ რამეს ვიზამთ. ჩვენ ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია. და უნდა დავიწყოთ ჩვენი აზროვნებით. რა გვინდა ჩვენ, როგორ სამყაროში ცხოვრება გვინდა, როგორი სამყარო გვინდა ჩვენ გარშემო რომ არსებობდეს, როგორი გვინდა სისტემა რომ იყოს. და რა გვინდა საერთოდ? რა გვინდა? ფიზიკური სამყარო ჯერ სულიერი სამყარო შეიძლება განადგურდეს, ტრილიონის სამყარო და ფიზიკური სამყარო მით უმეტეს. უბრალოდ ისა რომ ტრილიონის სამყარო შედარებით უფრო ხანძლივია ვიდრე ფიზიკური. აი, სულიც კი არა, მარადიული. თქვენ იცით რომ სულის დახუპვაც შეიძლება. სამუდამოდ შეგიძლიათ თქვენი სული გააქროთ. კოსმოსის სამყაროდანაც კი. იცით ეს? მე თქვენ არ გაშინებთ. არა. მე თქვენ არ გაშინებთ. პირდაპირ გაგებით. უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი სულის გადასარჩენა, ჩვენი თავების გადასარჩენად. ეს არის ავატარი. მაგრამ ავატარი თუ დაიღუპა, თუ ავატართან დაიღუპა ჩვენი სული, რა ძლევს მაშინ ჩვენ ცხოვრებას მითხარით? და პირველ რიგში უნდა დავიწყოთ ჩვენი საკუთარი თავებიდან. მე მესმის რომ ძალიან რთულია. ხანდახან აი მე ხო გარკვეული ვარ ამ ყველაფერს საკითხებში, მაგრამ ხანდახან დამეუფლება როგორ გითხრათ, არა. ნოსტალგია არა. ხანდახან მავიწყდება მე. გონია ისევ მესამე ისევ ძველ დროში ვარ. მე არა ვარ ძველ დროში. მე შევაბიჯე ახალ დროში. მე როგორ წარმომიდგენია ჩემი სამყარო, ისე წარმომიდგენია. მე ყოველთვის წარმოვიდგენ ისე სამყაროს, როგორიც მე ვსურს. თუნდაც ახლა ჯერ ძველი სისტემა ხომ არა წასული, მაგრამ ძველი სისტემა მაინც მუშაობს. აი მე წარმოვიდგენ, რომ მე არ მეხება ეს ძველი სისტემა. მე ახალი სისტემის წარმომადგენელი ვარ და მე რაც დაუშვათ აი ბევრჯერ აქვს ნათქვამი ალიონა ბერეგინას და ოლგა ტანიდას. მე არ მეხება ის პრობლემებიო, რაც ხდებაო ძველ სისტემაში, იმიტომ რომ ვიციო მე ახალი აზროვნება გამაჩნიაო და რასაც მე ფიქრობო, მე იმას ვქნიო. არა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა გედარდებოდეს, არა, იმათმა სხვა აზრით თქვენს, რომ მე აი მაგალითად ალიონა ბერეგინი ამბობდა 90-იან წლებში არ იყო შუქი, წყალი, ბევრი რამე ხო, მაგრამ ჩემს სახში და დედაჩემთან სულ იყო შუქი და წყალი. მაგალითად მაღაზიაში ხალხი ვერ ყიდულობდაო ვერაფერს და ჩემ ხვარმა იყიდაო და მოიტანაო. ეს ამის ხმამიდა მე თქვენ ხოლო კარგზე იფიქრეთ, კარგი რამ წარმოიდგინეთ და ყველაფერი ისე აგისრულდება, როგორც თქვენ ფიქრობთ. კი, რასაკვირველია, თქვენ უნდა როგორ გითხრათ, მიიღოთ. მარტო კარგი კი არა, ცუდიც. აი მაგალითად თუ რამე პატარა პრობლემები შეიქმნა, რამაც თქვენ ცხოვრებაში ქაოსი არია ყველაფერი. ესეც უნდა მიიღოთ. იმიტომ რომ ზოგჯერ ჩვენ გვიგზავნიან ასეთ სიტუაციებს, რომ ნახოთ თუ ჩვენ როგორ ვართ მზად. საერთოდ მზად ვართ თუ არა,
მაგალითად დავკარგოთ აი მე უსმედი გუშინ ნატალია ჯაჩენკოს ვიდეოს ის იყო სტუმრად ერთ-ერთ ბლოგერთან ჩვენო უნდა ვისწავლოთო ზარალის მიღებაც შვიდად მაგალითად ვიღაცას მანქანა დაემტვრაო ვიღაცამ ფული დაკარგაო ვიღაცამ სახლი დაკარგაო აი ანუ ჩვენ უნდა ვისწავლოთო უპანიკოთ მივიღოთო ეს მომენტები იმიტომ რომ ცხოვრება მხოლოდ კარგისგან ხომ არ შედგება მეტესწილად შედგება სულ პრობლემებისაგან ხო ან ჩვენ მოვედით ამ ხოლმე იმისთვის რომ ამ პრობლემების მეშვეობით ძართული ამაზე საუბარი ახლა ჩემთვისაც იმიტომ რომ მესელა გადმოვიდოდი ბინის ქირის აკეთებს ველოდებოდი და მათ ერთი კვირა გავიდა უკვე მეორე კვირა იწყებოდა და ჩემი ძველი ხაზიკის შვილიშვილს ჰქონდა სოციალური და სოციალური მოუხსნია და იმ 4 რიცხვში 4 ივნის მოვიდა ძალი მესმის ეუბნება თავის დედამთილს განაცხადი შევიტანეო კომისია პარასკევს არ იქნებაო და შეიძლება დღეს მოვიდესო ხო რაღაცა ინსტინქტურად დამიმძიმდა გული ვიცი რომ მე მეხება მაგის სოციალურში წასვლა მეხება როგორ ერთი წუთით ხო მე თავისთავად ესე იგი ბინისქირა უნდა გამეკეთებია ჯერ შემდეგ სამი თვე მქონდა ვადა იმისთვის რომ სოციალურის გარემისამართება გამეკეთებია ბინისქირა ავტომატურად დაირიცხებოდა და მანამდე სოციალურს მოვაგვარებდი ხო მაგრამ 4-ში მოვიდა აგენტი შემოწმებაზე ხელად მიხვდი რომ იქ ჩემზე რაღაცა აქონდა ამას ნათქვამი თითქოს და მე მოხდი 2 წელი გავიდა 2 წელზე მეტი ხო 2 წელზე მეტი გავიდა ოქტომბერში 3 წელი უნდა დამთავრებულიყო რომ დავჩენილიყავი იქა და შემოწმებაზე გავახსენდით მე რადგან კომუნალურებში არ ჩანვარ ეს მოიმიზესა იმ კაცმა დაუყურეთ ახლა მე რა დღეში ვარ კი მე უნდა მივიღო ეს როგორც გამოცდა მაგრამ ძალიან რთულია იცით მე მესმის თქვენი მე ყველაფერი გადატანილი მაქვს რომ ვისაც სირთულეები აქვს ძალიან რთულია მიიღო ეს სირთულე ჩვეულებრივ ამბავად მაგრამ მე რამე შევცვლი კი აქეთ ხანდახან დაძაბულობას ვგრძნობ იმიტომ რომ ახლა უნდა მომსვლოდა მე SMS-ი ქრისტაობაზე არ მომივიდა დღეს 29 რიცხვია ხვალ 30 რიცხვია კი პირველი რიცხვი ყოველთვის იგვიანებს მაგრამ SMS-ი მაინც მოვიდოდა 26-ში 27-ში არ მომივიდა პასუხით და ახლა მე რა უნდა გავაკეთო თუ ბინისქირა არ ჩამერიცხა თან აქეთ 4-ში ველოდები პასუხს ქულებზე ეს ძველი მისამართით მე ხა 4-ში უნდა მივიდე თუ და მე გადმოვედი მე მითხრა აგენტმა რომ მინიმუმ 1 კვირა უნდა იცხოვრო ახალ ადგილზე ნუ კაი 2 კვირა თქვა და იქ რომ მივედი მე ამის გასარკვევად და ქულების პასუხი თუ ამოსული იქა მითხრა 3 თვეში უნდა დაწერო გადამისამართების განაცხადი ეს ჩემთვის აგენტს არ უთქვია და იმ დღეს კი ვინერვიულე მაგრამ მაინც ხელში ავიყვანე თავი ეს 3 თვე მე უნდა გავაკეთო ვით უნდა გადავიხადო ბინისკირა თუ ბინისკირა არ დამერიცხა ხო ბინაში 200 ლარი უნდა გადავიხადო ახალ ბინაში და კარგი დევნითა ფული ჩამერიცხება ჩემთვის არ ვთქვამთ რომ 3 თვე უნდა ვლოდინი არა მეთქი მე უთხარი ახლა იმ გოგოს 3 თვე როგორ მეთქი იმ კაცმა ასე მითხრა მინიმუმ 1 კვირა მაინც უნდა იცხოვრო რომ და მე უნდა მოხვიდეო მაშინ მეტყოდა აგენტი ხო გამოდის რომ ინქამა მითხრა წყვილი ხო და
ახლა ვარ მე ისე დარეულობაში, არა და იქ ვერ დავრჩებოდი. იქ რომ ახლა აგენტი არ მოსულიყო. აგენტი მოვიდა დროზე ადრე, ხო? მე ხომ მომთხოვენ მიწერას. მიწერას მომთხოვენ თავისთავად ახლა ახალი სოციალურია, წესი ასეთი. ხაზიკამ უნდა მიგაწეროს. და მე იქ რო დავჩინილიყავი ჯერ ერთი ის 50 ლარი საიდან უნდა მომეტანა. 200 ლარს მიხდი და მთავრობა. ხო, ბოლო დროს 250 ვიხდი დიბინაში. და მე კიდევ არ მიმაწერდა მე ხაზიკა. კი, მეუბნებოდა მე შენო არ დაგახჩოფო თუ ვერ გადამიხადიო, მაგრამ აქეთ მესმოდა ლაპარაკი. აბა არ გადამიხადოსო, გადამიცულოსო. მაგას რაღაც ქონდა დაგეგმილი, არ ვიცი რა, მე ამას უკვე აზრი არ აქვს, რა თქმა უნდა მის გარკვევა. და მე მესმის, ახლა თქვენ იტყვით, აი შენ ისა პრობლემა არ აქვს და ადვილეო საუბარი. როგორ არ აქვს პრობლემები? შემოგარგებო. მე ახლა თუ ბინისკირა არ ჩამერიცხა, მე 3 თვე უნდა ვიწვავო, უნდა ვისიცხო ეს ფული. ან ესენი უნდა გავაჩირო იმისთვის, რომ ფული გადავიხადო. ან ისევ რაღაც გზა უნდა მოვდნო, რომ ან ვისიცხო ან რაღაცა, ხო? როგორ არა, მაგრამ მე ხო ვერაფერს ვერ შევცვლი. ხო? თუ სანამ არ მოვა პასუხი, მე გადამისმართებზე დავწერ, ფაქტიურად მე 3 თვეს კარგავ იმ ხრივ, რომ ესეთი თვე ხო გავიდა, გადის 4-ში, რო იყო კომისია, სოციალური აგენტი რომ მოვიდა. მე გადამისამართება უნდა გავაკეთო, ის კიდე არ ვიცი. მართალია ის თორე რომ 3 თვე უნდა გავიდეს, ეს უნდა გავარკვიო ორშაბათს. როდესაც ქულა მოვაო, მითხეს, მაშინ მოდიო გადამისამართებაზე. თუ მე ახლა ბინისკირა არ დამერიცხა, მე ალბათ წავალ ამ კვირას და გადამისამართებაზე შევიდა განაცხადს. სადღაც პარასკევს ან ხუთშაბათს მე ვაკითხავ სოციალურს. არ ვიცი როგორ იქნება. და მე ხალხო საერთოდ რა უნდა ვთქვა, მაგრამ მე ვცდილობ არ გადაყვე ამას, იმიტომ რომ მე მაინც ვერაფერს შევცვლი. კანონია. ხო და ამას ვამბობ. კი, მესმის, მაინც არის რაღაც დაძაბულობა, რაღაცა, მაგრამ მე მესმის ისიც რომ ისიც უნდა გაიგო თქვენ რომ თქვენი დაძაბულობით თქვენ დროის სივრცის კონტინუუმს ძაბავთ და თქვენსკენ არ უშვებთ იმ ძალებს რომ თქვენ პრობლემა მოგაგვარებიოთ. ანუ თქვენ ქმნით ეგრეთ წოდებულ ენერგეტიკულ ფუტლარს. თქვენივე ფუტლარში იკეტებით. აი მე ეს არ მინდა, იმიტომ რომ პირიქით მეტი შანსია, მეტი იმედია რომ ჩემ გარშემო რაღაცა შეიცვლება. ხომ ახლა მე რას გულისხმობ? მოდით გავაგრძელოთ. და კიდევ რა გამიკეთა მე ხაზიკა მოგიყვებით ახლა. და რატომ დავაჩქარე მე იქიდან? კი არ დავაჩქარე, მე დარწმუნებული ვარ რომ მე ნათელმა ძალებმა დამეხმარე. იმიტომ რომ ყველაფერი ისე მოხდა. იქ ერთი ქალი იყო ჩვენთან, მოხუცი ქალი. ჩემ პენსიონერი სადღაცაზე 4 წლამდე. და მას ჰქონდა სოციალური სხვა მისამართი, სადაც ცხოვრობდა, საიდანაც გადმოვიდა. და ჩემ ხაზიკაზე უთქვავს იმ ხალხს პატივცემო მე რომ იქ სოციალური გამიჩეროსო. 100 ლარს ვაძლევო, ყოველთვიურად უთქვამს, 100 ლარს ჩუქნიო. ის ქალი ცოტა მატყუარა, ის დგუმური ვინც იყო, იგიც მაგარი მატყუარა და გაიძორა. ხო და შემომივარდა კაცო ეს ჩემი ხაზიკა და მეუბნება. თურმეო, სახელს არ ეტყვი ის ხალიო, პატივცემსო იმას 100 ლარს აძლევსო, რომ სოციალური აქვსო იქ. დედა ვერ მოვითმინე, თავი ვერ შევიკავე. არა, გალანძღოთ არ გამელანძღია. რას ამბობ, მე უთხარი. მე აქ ვარ, სოციალური მაქვს, კანონით მე უთხარი. და მე რა სილარები უნდა გადავიხადო, იმას თავი ხარ მეუტყვევია მეთქი კეთილს. ისეთი გული მომივიდა. ისეთი მომივიდა, გაბრასდი მაგრად და
შენო აბა შენო როდის გაიკეთეო სოციალური, ესე იგი იგიც კი არ ახსოვდა ქალს. ერთი მაგის გარეშე მე როგორ გავაკეთებდი მიწერას, ხო? მე ვუთხარი, მე დავასწარი 23 წელს გამიკეთეს, როგორც კი დავწერე განაცხადი, მომივიდა ახალ წლამდე პასუხი და ახალ წლამდე. მიწერა არ მოუთხოვიათ. კანონი შეიცვალა ახალი წლის შემდეგ. ასე მეთქი მე ვუთხარი, რომ ასე. როგორ შენ აბა ის არ გახსოვ გაკეთებული მიწერა, მეკითხება ახლა ეს ამას უნდა ახლა ფული გამოსწულს. ნინო მეთქი მე ვუთხარი, სოციალურში თლათ ვიღებ 60 ლარს და რა სილარი უნდა გადავიხადო მე მეთქი იმაში რო არ ცხოვრობდე მე ვუთხარი აქა და მქონდე სოციალური სხვა ამბავია მეთქი. მაგრამ მე აქ ცხოვრობ, მისამართებ ცხოვრობ. ადგილზე ვიმყოფები და რა სილარი უნდა გადავიხადო მე გადავხადო ხაზეიკას ფული, იმიტომ რომ სოციალური მაქვს მეთქი. მაგარი აი გესმით ხო როგორი ქალია. აბა რისაო საბუთი რომ მიგასო ის მე ვუთხარი მიმაქვს ბინისქერაზე საბუთი რეესტრიდან ამონაწერი უნდა წარადგინო რომ ხარ იქა იმყოფები იმის სამართზე. ხო და ამას უნდა და ამას ეს სულ მუქარამეცვა და მის ხრიდან მაგას რომ ეს სოციალურ შეუჩერებო გაბრაზებულზე ამოვწერო სულ ეს ხო სულ მუქარები ჩემი მისამართი და ნახე ეგონათ რამე ახალი დასაცველი მქონდა აი ნახე მაგას მე თუ არ მოვუმატე ახლა ფული 50 ლარი და ეს ქალი არ ვიცი 5 პარასკევი მქონდა ამ ქალს და მე თან ამბობდა მე არ მინდა ულალისო დავეხმარო კომისია რომ მოვაო ბინების ნაკრებს ვეტყვიო ვიხდიდი 250 მაგრამ რადგან არ ჩანდი რადგან 200 ჩანდა ყველგან მე ვთხოვე რომ მოვა კომისია მე მგონა ბოლომდე იქ დავჩებოდი არ ვთხარ 250 ვიხდი ვთხარი 200 ვიხდი პრობლემა არ ვარჩევი არა მე ვიტყვი 150 ტაბლიგია რამხელა ტუტოცი კალია ხო და ახლა მე არ მიკითხია მეშის არაფერი მithქვამს იმიტომ რომ ასლი არ აქვს და იტყვის და მითქიცენ რომ ეს თქვი არა და სვენა მაქვს არა ჩულებრივი კაი დაბანები თავი რა ასლი აქვს ამაზე რასაკამას დავუარს და ბევრი მიზიდთან აქეთ ვიტყურებოდი და მადლობა რომ მე მაშონინე საქ ნათელმა ძალებმა ბინა რატომ ამბობ ამას იმიტომ რომ ორჯერ ვიყავი ამ ქუჩაზე ახლა მეორედ პირველად ვერ კი ამ სახლის პატრონის სახელი გავიგე ვერ მივაგენი მის სახს და მეორედ უკვე შემთხვევით მის მეზობელს წავაწყდა და თურმე გაცლილა ოთახი და ოთახს აქერავდა ჩემი პატრონი და ახალი პატრონი და ასე მოვედი აქა შემოკარგებო და მე უბრალოდ ასეთ ბინას რომ ერთი კარგი ოთახი მე რა თქმა მე მინდა რომ ყველა მომივიდეს ნაკლები ხო და იმ ოთახზე პატარა ეს ოთახი მაგრამ ჩავედი რაღაცნაირად რამდენი დღეა ვალაგებ და მაპატეთ ხა მე ჩემი ამბავი გავაკ არა მე უბრალოდ თქვენ მოგიყევი თუ რა მიზეზებიდან გამომდინარე წამოვედი მე იქიდან და ვიცოდი რომ კიდე მე გამომიჭერდა ეს სიტუაცია შემაგდებდა რომ 300 ლარს გადამახტებიებდა მაგისკენ მიისწრაფოდა წყლის ფულის მომატება უნდა და ყველაზე მეტყავს ისინი ხარჯავენ ხო და მე სულ არ ნანო რომ ცოტა გავტვალდა ეს 2-3 თვე არ ნანო იმიტომ რომ ისეთი სულიერი სიმშვიდე ვზნობ დაძაბულობა არა არცად არა დაძაბულობა არავინ ავდგები დილას არც ძაღლში მომივარდება არც ხვის ძაღლზე მაქვს საპატრონებელი არც მისი ბოდიში და დასრულის მოხდა მიწევს არც ეზოს კი მე ვალაგებ მაგრამ იქინდა არ გინდა ის დაპუტავს ხალამას მოდებნის კიდევ მე ჩუმოთახს ვალაგებ იმდენად რომ თუ ეზოს ვატყობდი მე სხვისი ტუალეტი უნდა გამეწვიდა აბანო და გამეწვიდა ჩემი ნაღლის საშუალებებით ვიმღერიდა და მაგარი ხარჯები მქონდა ისეთი წვრილებში მიდის პული ხომ იცით ახან იქ იმას გავტოვები მაგრამ ვიცი რომ თან ჩემი სულიერ მდგომარეობა ზარალდებოდა ამიტომ რაღაცნაირი ატმოსფეროა მე აქ არავინ შემაწუხებს ისეთნაირად რომ ნერვები მომიშალოს და თავარია განწყობა
და კვანძი, რომელიც მე მაწუხებდა აქ მარჯვენა მხარეს, 3 კვანძი მაქვს აქ და მარჯვენა მხარეს გადიდებული მქონდა 25 სანტიმეტრამდე. იმ დაძაბულობის გამო. ახლა აქა მე სანამ ყველაფერ ამას დამარელისა მოვაწესრიგებ და შემდეგი ის გადასაღები მექნება, ჭიყვი. მე დაწუნებული ვარ, რომ მოშვებული იქნება კვანძი. დაწუნებული ვარ ამაში. ამიტომ გეუბნები ჩემო კარგო, მთავარია განწყობა. განწყობა. კიდევ ვიმეორებ. კარგი განწყობა, პირიქით გაგიხსნით გზებს და თქვენსკენ მომავალი დახმარების გზებსაც. იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ მარტონი. ჩვენ რომ ვერ ხედავთ, იმიტომ ჩვენ გარშემო იცით რამდენი ცოცხალი არსება და ჩვენ ხედავენ, მაგრამ ჩვენ რო ვერ ხედავთ, იმიტომ და ვერ ზოგი ვერ ისმენს, მაგრამ მე ხანდახან მესმის რაღაც ხელოსაც ხედავ. ამიტომ გეუბნები, ჩვენ მარტონი არა ვართ. ჩვენ გაწყობაზე დამოკიდებული თუ რაღაც დონის ვიბრაციებზე რო ავიწევით, იმ დონის ვიბრაციის არსებებთან გვექნება კონტაქტი. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პირველ რიგში ნებისმიერ სიტუაციაზე რეაგირებას განიცდის გული. პირველი, ესე იგი, თავის თავზე იღებს ამ სიტუაციებს, რეაგირებს სიტუაციებზე გული, შემდეგ უკვე ტვინი და ტვინი იმპულს იღებს. არის სულად ასეთი ტერმინი ბლუჟდაიში ნერვი. და ამ ბლუჟდაიში ნერვის მეშვეობით ღებულობს იმპულს ტვინი. მე ხა დავინტერესდი ქართულად როგორ იქნება ეს ბლუჟდაიში ნერვი. ეს ყოფილა მეათე თავის ქალის ნერვების მეათე წყვილი, რომელსაც უწოდებენ ვაგუსს. ვაგუს რუსულად. და ქართულად თურმე ითარგმნება ეს ბლუჟდაიში ნერვი როგორც ვაგუს ნერვი. ვაგუსი არის ლათინური დასახელება და ნიშნავს ნერვს. ნერვის ლათინური დასახელება. და ესე იგი ნერვის ნერვი გამოდის, რომ გადათარგმნო. ნერვის ნერვი. ანუ ვაგუს ნერვი, ბლუჟდაიში ნერვი. ხო. და როდესაც ჩვენი ტვინი ამ ვეგუსი ნერვის მეშვეობით ღებულობს იმპულს, ეს იმპულსი მოდის გულიდან. გული აფრთხილებს ტვინს. ხო, ეს თქვენსია დამოკიდებული თუ როგორი რეაგირება გექნება, თუ აი მე რო გეუბნებოდით ახლა გამიორდები, როგორი რეაგირება უნდა გქონდეთ ამა თუ იმ სიტუაციაზე. თქვენსია დამოკიდებული. ანუ შვიდათ უნდა მიიღოთ ყველაფერი, შეეცადოთ, მე ვარ პრობლემის ადვილია. მე მაგალითებით რომ ეს არა ადვილი, მაგრამ შეეცადეთ მაინც. ამით იური ლირი ამთავრებს თავის ვიდეოს და ახლა მუსიკაო, მაგრამ მე არ უსმენ მუსიკას. არ მაქვს მაგის ნერვები. უბრალოდ მე უფრო სიამოვნებს კლასიკური, კი, ადრე მომწონდა გიტარის მუსიკები, მაგრამ უფრო კლასიკური მუსიკა მიზიდავს. ახლა მინდა მხოლოდ კლასიკურ მუსიკას უსმინო. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.